მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა მოგიკითხო აუცილებლად ის ადამიანები, ვინც ხართ პატიმრობასაშინა, განსასწრებში ვინც ხარ და უცხოეთში ვინც იმყოფებით, ყველას ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ და დღეს საპატიო სტუმარი ყავს არქიმანდრიტი კაცი, მამა რომელიც სულ გახარებს ხოლმე, მამა ადამი თავის სტუმრობით, დიდი მადლობა მამა მომბრძანებისათვის რომ ხართ მამაო ჩვენ ცხოვრებაში უბრალოდ მოგახსენებთ და ბედნიერებას გისურვებთ, რაც თავარია და ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ და გვინდა რომ ძალიან დიდ ხანს ყავდეთ მამაო და დიდი მადლობა რომ ხართ. დიდი მადლობა მოგესალმებით. ღმერთმა დაგლოცოს გიორგი და დალოცოს თითოეული შენი მსმენელი და მაყურებელი, რომელსაც მინდა რომ ყოველთვის მეც მივეფერო რაღაცა უთხრა კეთილი და კაი სიტყვა და კიდევ ერთხელ მე მაგათაც სულ გულზე მხვდება და მიხარია, როდესაც გაჭირვებაში მყოფებს, საპრობლემოებსაშინა მყოფთ, ყველას რომ მოიხსენებდე, ეუბნები, შესაძლებელია რაღაცა დიდ მოკითხვებს და მას არ აბა, მაგრამ ჩვენ ისეთი გულისხმიერები უნდა ვიყოთ ქრისტიანები, რომ გვიხაროდეს ეს, ერთი მოხსენიებაც კი არ ამბობენ ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი და უნდა მოისურვოთ რომ სულ მოხსენიებული ხარ ხო ბედნიერება და მადლობა ამისათვის. მამა სხვათაშორის მამა აი ხა პირველი კი მე თქო თქვენთან აი საერთოდ და არავისთან არ თანხდები ხოლმე საუბარზე რა კითხვას დავსვათ აი მოხსენებას ამხელად დიდი ძალა აქვს და აი რომ გახსოვს ადამიანი ამას ამხელად დიდი მნიშვნელობა აქვს. აი რა თქმა უნდა ესეც ლოცვა მთავარია რომ ქრისტიანი როდესაც ვინმე სიხსენიებს ვინმეზე ფიქრობს დარდობს წუხს აი წერილს წერს ნუ ეხლა მესიჯის ან სხვა გზავნილის სახით ეს უკვე ლოცვა არის და ხშირად აი ამგვარი გზავნილები შეისმინება ღმერთის მიერ გარდა იმისა რომ თუ კი დილას მოიხსენიებ ადამიანს და მეორე დილამდე საერთოდ არავინ აღარ გახსოვს ხლა იმას თავისი ძალწურები არ არის ჩვენ მუდმივად რაღაცას ვცდილობთ სულ მოყვასთან ვიყოთ ურთიერთობაში არა აი რო თქვი ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი მაშინ ერთ პაწია ამბავს მოყვები დედა სერაფიმამ ერთხელ გვიამბო ასეთი რა ნუ არა ერთხელ მაგრამ ერთი ასეთი რამ გვიამბო რომ ღამით ხედავს სიზმარს აი უამრავი ადამიანები აი ერთი მხრიდან მეორე მხარეს მიდიან სადღაც ზემოთ სულ მონაზვნები სქემოსნები რაღაცა ესეთი შემოსილები და ვუყურებ და ვფიქრობ რამდენი ვინ არიანო მიდიან და მიდიან ზღვა არის და მინდა ვუთხრა დაივცებ ერთი დედაო და უთხარიო რომ თქვენ ვინ ბრძანდებითო შემომიტრიალდა და მითხრა ჩვენ ისინი ვართ და ჩვენ იქ ვართ, სადაც თქვენ ლოცვებში ამბობთ და ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტიანებთან. ეს ყველაფერი რომ არ არის უბრალო წესი და რიგი, არამედ ყველაფერსაც ძალიან ღრმა საფუძველი და კიდევ ერთხელ ამას აკეთებენ. ეს იყო, ამიტომაც იყო, რომ როდესაც ბევრი სულიერი მოძღვარი იყო ხოლმე ქვეყანაზე ისინი მარტო აი რაღაც არ მინდა ეს სიტყვა თქვა რაღაც ფორმალური მოხსენება კი არ არის ეს რომ მარტო დილით უნდა მოხსენო და მე არა დღეს დადიხარ იგონებ ღმერთო ჩვენი აზრები და ფიქრები ქრისტიანს სულ ღმერთისადმი არის მიმართული აი რას ვაკეთებთ ისე რომ იქ ღმერთი არ იყოს მე მგონი არაფერს აი ამბობენ რა ვილოცო და სულ ლოცვა მთავარია აი ეს ვექტორი შენი აზრების, ფიქრების და ლოცვების საითმის ღმერთთან. ეს არის ღმერთში მეტყველება, ღმერთში არსებობა, ღმერთში მოხსენიება და აი მაშინ შესაძლებელია რომ რაც უფალო შეიწყალე რაღაცა ჩემი გიორგი და აგრძელებ გზას, იცი შესაძლებელია დაუჯდომელი ვერ წაიკითხოს ხარებს და რაც გაგახსენდა რომ აი რაღაც როგორ უნდა ეხლა იმას დახმარება და აი სატანილი ანგელოსთა მიერ რა თქმა უნდა ზეცაში და ადამიანს შეეწევა. ძალიან დიდი მადლობა მამაო და ეს სულიერი კავშირი იმიტომ ბევრი ადამიანი არის ხაი თქვენ
რაღაცნაირად სულ ისეთ რაღაც თემებს ვადგები ხოლმე, რაც ყოველთვის რაღაცნაირად თქვენთან ძალიან ახლოს არის და აი ზოგი მონატრებულია მამაო, ზოგი უცხოეთშია, ზოგი ზეცაშია რაღაცა და ამ შემთხვევაში მამაო, აი როგორ ხდება ხოლმე ის აი სულიერი კავშირი, რომ ეს აი როგორ უნდა დამყარდეს, იმიტომ რომ ძალიან უჭირს ხო ის ბოროტმა ყველაფერი გააკეთა, რომ ქართველები დაეშალა რა შეიძლება ფიზიკურადაც აქ იყოს ქალაქში ვიღაცა, მაგრამ იმდენად დატვირთული იყოს, რომ იმისათვის რომ შერი არ დარჩესო, შეიძლება 5-3 დღე ვერ ნახო და 5 დღე. თუნდაც ოჯახის წევრი, ბევრი ხო. თუ შეიძლება, მაგრამ აი ამასთან დაკავშირებით ზოგი საპრობილეშია მაგალითად ვერ ნახულობდია. ერთის მხრივ გახსოვთ უწმიდესი ერთი ხანი ძალიან ხშირად საუბრობდა და მადლობა ყოველთვის ჩანაწერის არსებობს სულთა კავშირზე, ხო? ეს არის ზეცაში მყოფთა და ეხლა აღმოჩნდა რომ ძალიან მნიშვნელოვანი აქ მყოფთა, ამ სოფელში მყოფთა კავშირი, რაზეც ძალიან კარგად გამახვილე ყურადღება და ეს უმნიშვნელოვანესი თემა არის და რა არის ეს ძაფები, რომ ბრძანებს იოანე ღვთისმეტყველი ყველაზე მთავარ ქრისტეს ცნებად, ან ჩემი ცხოვრების წესად იყვარებოდეთ ურთიერთასო, ხომ რა არის ეს სიყვარული, ხომ ეს არის ზრუნვა ვინმეზე. სიყვარული არის, როდესაც შენ სხვისი გასაჭირი გულს გტკენს, როდესაც სხვაზე რაიმეს გაიგებ და შენი გულის ცემა შეიცვლება. აი ეს ასე უნდა აღუზარდოთ ჩვენი თავი და აი ამაზე უნდა ვიფიქროთ, რომ როგორმე ეს ადამიანები დავიდიო. იცით, როდესაც ასე გააკეთებთ, აი მე რო გზაზე მოვდიოდი რაღაც გზავნილები ხვალინდელ ბარაკლისთან დაკავშირებით გაუგზავნე მრევლის წევრებს და უცებ ერთი სახელი და გვარი შეხვდა და მე გამახსენდა რომ რაღაც რამდენიმე დღე რაც მან თხოვა ისმე ვერ მოვიხსენიე ხომ ეს საკმარისი იყო რომ ამის გამო რაღაცა სევდა შემომაწვა უცებ ვიფიქრე რა გავაკეთო ეხლა როგორ ეს ურთკერდა ანაზღაურო ესე გინდა ეს მაგრამ ხშირად ჩვენი გონება ჩვენი შესაძლებლობები აი ეს უძლურებას რომ ვამბობ ჩვენ რომ აი არ შეგვიძლია ჩვენ და შეეწია უძლურებასა ჩემს საუბარს რომნებით ეს არის ჩვენი ადამიანური შესაძლებლობებია და ის რაც რა თქმა უნდა სულიერად გამორჩეულ ადამიანებს არ ემართებათ ხოლმე ხო ყველა ყოველთვის აი სხვა სულიერი წესრიგია მაგრამ თუნდაც აი ესე იგი ის ადამიანი ჩემთვის არ არის სულიერთი და მას მეორე მხარეს სიხარულია კი ეხლა მე ცოტა სევდა მომრგვალა მაგრამ სიხარული არაც უფრო მეტი ადამიანი შენთვის სულიერთი არ იქნება მით უკეთესია აი ამისკენ უნდა შევეცადოთ აი ჩვენს ყოველდღიურ ქცევას ჩვენი აზრების მიმართულებებს ყველაფერს უნდა მივაქციოთ ყურადღება და აი რა ვქნათ სულიერად როგორ გავიზარდოთ ვიცით ვერანაირი ტექსტების ლოცვითი გულიწხოვ ახლა დაუჯდომლების და ასე შემდეგ მარტო ეს ვერ შეცვლის ადამიანს მერე რა შვები აი რა აი იმ წუთას რატომ მკითხულობ აი რა არის ესაუბრები კი ღმერთს იხსენებ კი მოყვას იმიტომ რომ მოყვას შეიძლება ყოველთვის გამოიხსენიო ის რომ წესი არსებობს ყოველი კანონის აღსრულების ეს თავისთავად წესად რჩება მაგრამ ჩვენ კიდევ გვაქვს საშუალება რომ ჩვენი მოყვასნი მოვიხსენიოთ ჩვენს ფიქრებში რომლებიც ლოცვად იქცევა როგორც კი იგი მოყვაზე ზრუნვის ელემენტს შემოიტანს თავის თავში ასე რომ აი ეს კავშირები სადაც არ უნდა იყვნენ ადამიანები ჩვენ სამთელს დავუნთებ მასზე იფიქრებ ნეტა რა არის აი ეხლა რა შეჭამა და ეხლა საერთოდ იმ ქვეყანაში ნეტა რა დროა რა საათია რა საკეთებს
უკვე ვფიქრობთ მასზე. ეხლა საშუალებაა მესის გაუგზავნი რაღაცით შეეხმიანები, თუნდაც პატარა სიმბოლოთი, სიყვარულით და არ ვიცით როდის გაიბმება ეს ძაფი. ეხლა ჩვენ არა ვართ ამ ამბების რეჟისორი, ამ ამბების რეჟისორის ყველაფრის უფალია და თუ მოვასურვით მადლი ეს ყველაფერი შეიცვლება, უნდა შევეცადოთ მოყვასზე სიყვარული, მოყვასზე ფიქრი და ზრუნვა შეიქმს ამ კავშირებს. ამას ხალხში თქვენ წეგან ახსენეთ, რომ აი მარტო პარაკლისები რაღაცეები არ არის, ანუ შენ რისთვის კითხულობ უნდა იცოდეო და რატო ვერ იცვლება ადამიანი, მიუხედავად ამდენი ლოცვის, ამდენი იმისა, მაინც თავისი გააქვს მე. აი მაგალითად მინახავს ადამიანი თელი დილის ლოცვა წაიკითხა, მე სამი პარაკლისი, მაგრამ ვიღაცა ნახა და შეებღვირა მე. ანუ აი ეს ამასთან რა კავშირში, ან თუ წაიკითხე და ეს სრული შეგნებით გაქვს შენ გათავისებული, მაშინ შენ როგორ შეიძლება მჟავე ხასიათზე იყო, ხო? ან ვიღაცისათვის მტერი იყო მე, ან რაღაცა, ხო? ჩვენ ხომ ვამბობთ ყოველთვის რომ ცოდვათა შინა მშრამე დედამან ჩემან. რა არის ეს ცოდვათა შინა ყოფნა? რა არის ადამიანის დაცემულობა? ამას ისეთი გაგება ჭირდება, ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ზოგიერთი რომ აი დედა მოიმოქმედა რა იმცოდებზე კი არ არის ლაპარაკი არ ვიცი ჩვენ რომ დავიბადეთ ჩვენ თავითვე ცოდვაში ვართ უკვე და რა არის ადამიანის ეს დაცემულობა ადამიანის დაცემულობა არის ის რომ აი ისევე როგორც ადამიანის დაცემულობა რა იყო ადამიანები ფიქრობენ ეს რომ ევა გაუჩნდა და არაფერ კავშირში არაფერ დაცემულობა არის ის რომ ჩვენ ღვთისნებას ვეღარ ვღებულობთ ჩვენ თავში ვერ ვატარებთ ამას ღვთის სიტყვას არ აღვასრულებთ დაცემულობა გამოიხატება იმაში რომ ჩვენ სიყვარული არ შეგვიძლია ხშირად ჩვენ აი ადამიანები დადიან ეკლესიაში და მე გოლის ხოდროსაც მithქვამს მე მეუბნება რა ბედნიერია ყველა ადამიანი ვისაც რწმენა აი მე ყველაფერს ვაკეთებ და აი ამ რწმენას ვერ ვზნობო ანუ რა აქვს მას სიხარული ამ რწმენის გამო სიხარული იმის გამო რომ იგი ეკლესიაში დადის რადგან აი ამ სიხარულების გარეშე ჩვენ ვერ გავწრებთ დიდხანს ჩვენ ადამიანები ვართ თავეთის სისუსტეებით აი ის რომ ჩვენ ცოდვათაში ნავართ ჩვენ არ შეგვიძლია მოდივართ სიფხიზლეში ვიყოთ ანუ მღვიძარებაში ჩვენ არ შეგვიძლია სულ მარხვაში ვიყოთ აი სულ ვაპროტესტებთ ყველაფერს ხომ ჩვენ არ შეგვიძლია არ დავიღალოთ ძალიან მცირე რამეზეც კი რაიმე დავითმინოთ ჩვენ არ შეგვიძლია ყველა მოყვასი დავინახოთ ხო ყველა არ შეგვიძლია ეს არის ჩვენი დაცემულობა და ყველა ადამიანი თავისებურად უნდა ებრძოლოს ამას პირველში იგი არ უნდა იყოს ამის კმაყოფილი აი როდესაც მოდის ქალბატონი და მეუბნება ეხლა არ მითხრათ ყველა უნდა მიყვარდეს მე ჩემს დედამთილს ვერასდროს ვერ შევიყვარებ თუ კი შენ უკვე შენ თავს მიეცი ღრმა ფსიქოლოგიური განწყობა კიდეც სხვა სიტყვაც არის აქ რომ შენ ის არ უნდა შეიყვარო და რაზე უნდა ესაუბრო მას განცდა არ აქვს იმის რომ ცუდია თავისი დედა არ უყვარს აგი ცოლქრობის შემდგომ იგი ნახევრად ქმარია, ნახევრად ძორი, ანუ ორი ადამიანია ერთში და ის ნახევარი დედა არ უყვარს. ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენ თავში. აი დილით, აი ეს ვაიმე დილით მე ვერ ავდგები. არა, ასე არ გამოვა. დილით ასვენება ვისაც არ უნდა, ის უკვე დაუძლევია ძალიან ბევრი რამ. დილა არის ჩვენი გამოცდა ყველასი თითოულის, აბა როგორ ვდგებით, რამდენ ხანში ვდგებით და რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ, ხომ? ამისი დაძნება, აბა რისთვის არის? ღმერთო, აი მაშინ უნდა მოუხო ღმერთს, გადაიწერო პირჯვარი სხეულზე, სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე. აი შესაძლებელია მართლა შეგიძლია იქ რაღაცა ღვიძლი გაწუხებს, იქ რაღაც თირკმელი და სახსარი და ასე შემდეგ, იმასაც უნდა გადასახო.
ჯვარი აკი ეს როცებში წერია რომ ჯვარს აღვიბეჭ ყოველ საასოსა სხეულისა ჩემის ხორცისა ჩემისასა და აი ეს უნდა გავაკეთოთ იმიტომ რომ აი ეს რწმენა რომ ჯვარს ეს შეუძლია უფრო გაგვიადვილებს ფეხზე დადგომას ეს სხვა შემთხვევაში ნაკურთხი წყალი უნდა ვიბკუროთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ იცით აი ჩვენ არ უნდა მივეჩვიოთ ამას რომ ეს კარგია მე რა რომ დილით ვერ ავდექით მე რა რომ მარხვარ დავიცავ თუ ამას მივეჩვიეთ აი მაშინ ჩვენ უკვე უბრალოდ ცოტაში ნაკი არა ვარ ჩვენ დავემონეთ უკვე აი ამას ყველაფერს და ჩვენი იცით ნორმალური ფსიქიკური წყობის ადამიანი ასეთია იგი თავის თავს მუდმივად კრიტიკულად უყურებს ჩვენ თავში უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენს გულის სარკეში ჩვენი ნაკლულევანები და პირველ რიგში ეს უნდა ვამხილოთ აი ეს არის ყველაზე დიდი ახსარება და არა ის რომ ჩამოთვლით ხოლმე 15 ცოდვას და არც ერთი გულში არ გაგვიტარებია ხო აი რო არ მოგვეწონება ეს არის დასაწყისი ჩვენი უკეთესობისაკენ სვლისა დიახ ძალიან დიდი მადლობა მომო აი მართლა რაღაცა ძალიან კონკრეტული და ისეთი მესიჯები გაქვთ ხალხისაც შავი ვისაც ყური აქვს ისმინოსო და მართლა ამინ ხო მართლა ძალიან საინტერესო თემას მიადექით და მამო აი როგორ უნდა იმას ქნას ადამიანმა ეს ყველაფერი მამო რატო არის რომ ერთი და იგივე იმაზე რაღაცნაირად ტრიალებს რაღაცნაირად სულ ერთი და იგივე ცოდვაზე სულ ერთი და იგივე რელსზე დგას ხო აი ყველაფერიდან გამოსავალი როგორ უნდა ნახოს მამო თუ შეიძლება რომ ისე არის ძალიან რთული არის ის ადამიანისათვის რომ ცხენია კიდევაც ბევრს ვთქვამ ჩემთვის აუ მამა ადამიანთან ვეღარ მივალ აი 20 ჯერ ერთი და იგივეს ვეუბნები და ის ვიცი რასაც მეტყვის უკვე და რაღაცა და შედალოცილო რაღაცა მაინც ხო შეიძლება წინა ბიჭი გაგა რა თქმა უნდა ყოველი ასე ადვილად რომ შეიძლებოდა ცოდვების დაძლევა ჩვენ ხშირად ქრისტიანობის არსი სულიერი ცხოვრების როდესაც ვართ ქრისტიანობა არც სანთლის დანთება არც ზეთის ცხება და არც არაფერი ეს არის ქრისტიანობა არის ჩვენი სულიერი აღმასვლა ეს უნდა იყოს რომ ეს ყველაფერი უნდა დაგვეხმაროს ამაში და არა ის რომ აი მე მივედი ახლა დაიწყება დიდ მარხვაში რომ ვიცხე შვიჟერ ზეთი ძალიან კარგია იმას ნამდვილად ჯობს რო არიცხო მაგრამ აი იქვე ვეუბნები ხოლმე აი მოდი ახლა ეს გააკეთე მოდი ახლა ვასწავლი ახლა როცა რიგია რამდენი ადამიანია ხო მოდი თქვენ როგორმე მადლი უნდა წაიღოთ აი ზეთით მადლს ვერ წაიღებ მადლი უნდა წაიღოს სული წმიდის წყალობით და ვიდრემდის პირველი ზეცხებიდან მეორემდე მეორედან მესამემდე ან კითხვაში დრო გავა შენ გააქვს საშუალება შემოვარო ტაძარს და იქ თქვა 91 ფსალმონი განუწყვეტლივ იკითხო რამდენჯერაც მოახერხებ შეგიძლია აიღო და ფსალმონები წაიკითხო წიგნის მიხედვით ან ზეპირად იესოს ლოცვა თქვა მამაო ჩვენო თქვა 30 ჯერ იცით ჩვენ რაიმე თუ არ გავაკეთეთ უკეთესობა არ იქნება და ჩვენ ეს სულ ვიძახით რომ რა გვეშველება და არაფერს არ ვაკეთებთ და იმისათვის რომ დავიწყოთ ჩვენ ქრისტიანული ცხოვრება ყველაზე მთავარი რა არის აი მამები ასე ამბობდნენ ამას ჭირდება უნარი მიიღო ისეთი მკაცრი გადაწყვეტილება აი გადაწყვიტე და მორჩა ამის გარეშე არაფერი არ ხდებაო აი რომ გადაწყვიტე ადამიანმა რომ სულიერი აღმასვლის გზას დაადგეს ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს შიგნით მყარი გადაწყვეტილება და არა სხვანაირად ასე რომ თქვათ რაიმე ცოდვა არის არ ვიცი რომელზეც გიდევ თქვათ რა გვარად ისიც სულ ერთი და არა სულ ერთი და იგივე და შესაძლოა სულ ერთი და იგივე ადამიანი არ ჩადის და არ ამბობს სულ სხვადასხვანაირად აკეთებს აი ზოგიერთს უყვარს ღვინის ან სხვა რამე ღვინას დაინახავს აი ბევრს უყვარს ტკბილი ხო და ფიქრობს რომ თქვათ იქ ჯანმრთელობას აძვნებს იქ ხედავს რომ სულიერად მე ცუდად არის და ასე შემდეგ ხო რა უნდა ქნას და როგორ ხდება ეს ყველაფერი ყოველთვის ბოლოს და ბოლოს ერთი და იგივე ნამცხვარს ხო არა ჯა ხო რაღაცაზე ამბობ უარს მე იზრდება
შუალედი ამ შეწოდებათა შორის მე უფრო ცოტას ჭამან უფრო ცოტას ვამ და ასე შემდეგ და ყოველთვის და ბოლოს შესაძლებელია რომ კი გააკეთო ეს მაგრამ თუ გაწუხებს რა თქმა უნდა იმიტომ რომ სხვა ახლა უფრო სერიოზულ ცოდებზე ხო არ ვილაპარაკებთ თუ კი ეს გაწუხებს შენ მერე სინანული როგორი გაქვს რატო ჩადის ადამიანი ვარდება ერთსა და იმავე ცოდვაში აი ფიქრობთ აი რატომ გახსოვდეთ იმიტომ რომ არ გვაქვს ამ ცოდვის გამო სინანული მამადამთან მოსვლა და თქმა რომ დავლიე და მეც არ დავლე ვაწი ან უიმერ მე ბევრს ვჭამდა რაღაც არ შველი საქმეს ეს არ არის სიტყვებით შიგნით სინანული რაოდენია და ეს რო არა გვაქვს იმიტომ ღმერთი გვაბრუნებს იგივე ცოდვაში მერე ისევ იგივე ცოდვაში იმიტომ რომ სინანული არა ცოდვა უნდა თლიანად აღწერო ვაიმე ვარ ამპარტავანი და იმას კი არ ამბობს რომ აუ რა კარგათა ვარ რომ ვარ ამპარტავანი ის კარგად ცნობს თავს ამ ამპარტავნებაში სამსახურში ყველა ემორჩილება უბატონოდ ხმას არავინ არ ცემს როგორც კი თამდაბლობაზე გადავა ექმნება პრობლემები ანგარიშს აღარ უწევენ და ასე შემდეგ ამიტომ ეს ისიც აი ეს მთელი სტრუქტურა ამ ცოდვისა უნდა განვიხილოთ მთელ სტრუქტურას ამ ცოდვისა უნდა ჩავწუდეთ თორე ორა უნდა ვაკეთო კაცო სულ ერთსა და იგივეს არა ერთსა და იგივე ჯერ ერთი არ არის და ჩვენ ეს მაინც უნდა აღწეროთ თლიანად აღწეროთ კარგად და მერე რა თქმა უნდა როგორც იამგზას დაადგები რომ შენ მართლა გინდა ამ ცოდვას მოერიო მერე ჩემო ბატონო ყოველი ზეთის ცხება ყოველი სახარების ერთი თავის წაკითხვა ყოველი რომელიც წმინდა წყარში განბანვა ნებისმიერი რამ ყველაფერი შეგვეწევა ეხ ძალიან დიდი მადლობა სხვათა შორის საინტერესო საკითხს მიადგეთ როცა საშუალებას არ გაძლევენ მაგრამ ირგვლივ მყოფები რა თქმა უნდა ნუ ბოროტი სარგებლობს მაგი და ირგვლივ მყოფების სახით აი მართლა უთქვამ ჩემს ვიღაცას რომ აი მე ხა უფროსი ვარ მაგრამ აი ესე რო ვიქცევ მე არ მემორჩილებიან და ძალიანად მიწერს ამ იმის გატარება ხო ამ რეჟიმის თუ რა ვიცი რაც არის რომელიც ღვთისათვის შეიძლება საძაგელი იყოს ის ადამიანი ვინც ამ სიტყვაზე იმ კონკრეტულ რაღაცას ამყარებს თავის რეჟიმს ოღონდ ამ რეჟიმის უკან ძალიან ბევრი ადამიანი იჩაგრება და რა ვიცი 1000 პრობლემაა ხო და აი ამ შემთხვევაში მამა აი თუ შეიძლება რომ როგორ უნდა მოზომოს აი ქრისტიანია მაგალითად და არის სადღაც უფროსი ხო ან წინამძღვარი რაღაცა და აი რო არ გადაუცდეს და ეს ყველაფერი მამა აი სიყვარულით რო იყოს იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მამა კაი უფროსი არ არსებობს აი ხა ხშირად მithქვამს ხოლმე რა აი თქვენთან სიტყვაზე რა ვთქვა ვიზე რა კაი მეუფეა სიტყვაზე ვიღაც ეგ შენთვის არის ცოტა ხნით თორე ხშირად ჩაი უფროსი არავის არ მოწონს სიტყვას ესეთი მომენტია რა და არის ეს მომენტი და იმას ძალიანოდ ამ იმების გატარება რო უწევს ძალიანოდ რაღაცები ვიღაც ადამიანები უკმაყოფილებელი რჩებიან როგორ იყო მოვარ და თამდაბალი თუ არ ხარ არც ღმერთთან ხარ თან არც აი რაღაცნაირად არც მადლი გაქვს და ძალიან ცუდი ადამიანი ხარ რა მოკლედ რო ვთქვათ რა როდესაც ადამიანებს აქვთ ასეთი ძალაუფლება, ვთქვათ, აშენოს და მშენებლობის უფროსია, იქ მოსავალია, საღები, იქ შესაქმნელია რაიმე, ანუ ადამიანებს აქვთ თავისი მოვალეობა, ხო? თუ ეს კარგი საქმეა, ღვთისმსათნო საქმეა, მან ეს საქმე უნდა გააკეთოს, ხო? სახლი უნდა აშენდეს, და ძალიან კარგად, შენ რო თვალს დახუჭავ იმაზე, რომ სახლი დაუმთავრებელია და მე იქ შევა ადამიანი რომელსაც შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემები შეექმნას ამას ვერავინ ვერ გაბადიებს ხომ ამიტომ ჩვენ უნდა გავავლოთ საზღვარი ამ ორ მოვლენას შორის როდესაც მე ვეუბნები რომ და თავზე ვადგევარ რომ მან ეს ბეტონი ისე უნდა გააკეთოს რომ კარგად იყოს არეული, არაფერი არ აკლდეს და გულდასმით ეს არ არის ხოლმე ადვილი გასაკეთებელი საქმე, ხომ? მე ამ დროს მკაცრეს არ ვიჩენ. ეს არ არის მოყვასის უსიყვარულობა, არავითარ შემთხვევაში არ არის. ხომ? ამიტომ ეკლესიაში ახლა ჩვენ თუ კი ყველას მივეცით საშუალება ვის როგორ უნდა ისე მოიქცეს. მე მაგალითად ძალიან ვიღლები
ლიტურგიკული მსახურების დროს, იმიტომ რომ ადამიანებს გონიათ რომ მათ მომლება არაფერი არ არის. ეს სულ ხოლმე დგევარ როგორც დირიჟორი მთელი ამ 2 საათის მანძილზე, რომ ყველამ თავისი მოვალეობა შეასრულოს. და წარმოგიდგენიათ, ოდნავ რაღაცა კითხა რაიმე, იქ პაუზა გაჩნდა. იქ არასწორად დაიწყეს რაიმეს კითხვა. ხო, ახლა აი ამის გამო ხანდახან მახსოვს, მე ჯერ კიდე საერთაშორისო იძახდნენ, იმიტომ რომ კაცო გიწერთ ხოლმე, ხო? არა, ვეუბნები რომ არა, ეს არ არის. დაიწყო სხვა გალობა, ჯერ არ არის ეს გალობა და იცი გალობელმა თავის საქმე უნდა ეს მე დავითნებს თავის საქმე არ მოწონდათ მე დავითნებს, როდესაც სამებაში უწევდათ ჩემთან მორიგეობა, იმიტომ რომ მე ვუყურებ ვუსმენდი. ემა უკომპრომისო ხარ და სად უნდა იყოს? რას კითხულობდნენ ისინი და ვეუბნებოდი რომ დღეს ეს დღესასწაული ეს არის ეს არასწორად თქვი, მაგრამ ან რატომ გამოტოვე? თქვათ ჩავურთეთ ჩვენ მიცვალებულთა მსახურება, ხო? აი მიცვალებულთა მსახურება თუ ყველგან გამოტოვებაში რაღა მიცვალებულთა მსახურებაა, ხო? და ეს აქ საჭიროა. ეს იგი რა გამოდის? ეს არ არის. ეს არის ღვთისმსახურება. და ღვთისმსახურებაზე ჩვენ უნდა ვიყოთ როგორც მე არ ამგონი რომელსამე ლიტურგიას მე ლიტურგიკა არც სემინარი აკადემიაში მისწავლია და არც ვინმე პედაგოგი მყოლია. ღმერთმა ასე მომიწყო, რომ მოვედი ეკლესიაში, იქედან შევიხვდათ კურთხევამდე და მე კიდევ წლების განმავლობაში სულ ვუყურებდი უძველესი როგორ ატარებდა ტირვალოცვას. ატარებს, აი ეს ისეთი ფენომენია და არასოდეს რეგულების გარეშე არაფერი არ რჩება. ისე ვიღაცას გონია, აი მე ასე გავაკეთე, არა, იმიტომ რომ ის ვინც მის გვერდით არის, ხო, არქიდიაკონი. ესე ვერ წარმომიდგენია, მოთქვე რომ ფიცხი ხარ რაღაცა. ან არქიდიაკონი, ან მღვდელი მე მახსოვს რომ თვარით მანიშნებ და მივიდოდით ახალი მღვდელი ვარ და აქ მოსულები არიან დიდი სტაჟის მქონეები, ორჯვრიანები, მიტროსნები და რატომ არ დგანან წესის მიხედვით? უთქვა. იმათ კი არ უთხრა. ეხლა მე ვფიქრობ, ღმერთო, მე ვინ ვარ? რანაირად ჩამოვარ და რაღაცას მოვიფიქრებდი ფორმას ისეს რომ ისინი არ განაწყენებულიყო და ეთქვი მამებო დავდგეთ ესა რა ქვიან, თქვა რაღაც კორექცია და ამ დროს ესე გვაკურთხავთ ესე რომ ყველანი ჩვენ ადგილას დავდგეთ. აი ესეთი არის, იცით? აბა როდის იყო და ეს არიციან ხოლმე, აი წამდაუწომ რომ თანამსახურებს იხმობს ხოლმე თავისთან სტიქაროსებს, დიაგნოზებს, შემდეგ იქ ესე იგი აი ეს რატომ იმანის რატო იგალობა, ეს რატომ არ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ ღვთისმსახურება, ჩვენ ღმერთს ვემსახურებით და ეს არ არის ვინმეს ადგილი, მე ჩემი პრეტენზიები აქ არ უნდა მქონდეს და იცი რა მე თუ კი ვუშვებ ამას ყველაფერს, ესე იგი მე შეურაცხყოფ ღმერთს, მის მსახურებას გარდაქმნი ბალაგანად და მაშინ ეს უნდა იყოს დახვეწით ქმედებების ერთობლიობა, მაგრამ აი როდესაც შენ რაიმეს არ გაგიკეთებენ, მაშინ შეგიძლია უთხრა და ჩვენთან პირიქითაა. აი შენ თუ არ გიკეთებენ, მაშინ უამრავ შენიშვნას აძლევ. ხოლო ღმერთს რა უჭირს, არა, არ შეიძლება. ღვთისმსახურება, ინახეთ, ღვთისმსახურების ნაწილი არის ხაწერა, არის. მაშინ მიუშვათ, ვისაც უნდა ის ხატები დაწეროს. ღვთისმსახურების ნაწილი არის გალობა, მაშინ ვისაც უნდა იმნაირი, ნახეთ როგორი კანონიკა გვაქვს მართლმადიდებლურ ეკლესიაში და ეს ყველაფერი შეიქმნა, ასეთი ტექსტები დაიწერა, მუსიკალური, სიტყვიერი, ფერწერული და დღეს ჩვენ თუ ამას არ გავუფრთხილდით, სანამდე მივალთ. ეს არის ყველაზე დიდი კულტურული მემკვიდრეობა, რაც კაცობრიობას აქვს.
მართლმადიდებლურ ტაძარში აღვლენილი ღვთისმსახურება და იქ საკუთარი შენი ინიციატივები არ შეიძლება იყოს, აქ არ შეიძლება ამდენი დარღვევა იყოს, ერთი რაღაც ესეთი ჰარმონიული სიმფონია, აღვლენილი უფლისწულები. მაშინა ძალიან ბევრი რამე გვეშლება ჩვენ როცა გვინდა. ხო, რისი ბრალია მამაო, მე ეხა მაგალითად თქვენთან 20 წლის მრევლი დადის და რო ეშლება ეს რაღაცები და რო არიცი საერთოდ. კი არა, მსახურებებს. ხო, ნუ სიტყვაზე ამ სახონების მესიცით, იმიტომ რომ ამის მიზეზი ახლა ბევრია ხოლმე მთავარია რომ უნდა უყურებდე და უნდა გრძნობდე იცით ლიტურგიის მერე ყველა დაღლილი უნდა იყოს. ფიზიკური მოქმედებით კი არა, იმიტომ რომ ეს არის დაძაბულობა, ეს არის უკიდურესი. ის პასუხისგებლობა. პასუხისგებლობა ის ღვთისმსახურებისთვის ეს არ არის ნეტარება. ანუ ნეტარება იმ გაგებით რომ იმითი რა სად გცალია ამისთვის. ოფლი უნდა დაღვარო და ამგვარად უნდა ემსახურო უფალს და კი უკმაყოფილოები ბევრი არიან, მაგრამ მეც ხშირად ვიკავებ რაღაცა მაგრამ ძირითადად ხო შენიშნებს ეს იწვევს იცით შემოდიან და მაშინ რისთვის მოდიხარ რისთვის ხარ სტიქაროსანი ხო აი 15 წელია სტიქაროსანი ხარ და არაფერი არ იცი სტიქრის განმოსვა ახლა იცით როგორი ის იქნება უკვე შეურაცხყოფა და ტრაგედია და ყველაფერი დალოცვილოდ გეხარ აი კანდელი ჩაქრას, სანთელი ჩაქრას ხო ფიზიკური მოვლენაა. და შენი თვალი სად არის? რატომ მაინც და მაინც წინამძღვარმა უნდა შეამჩნიოს ეს და ამ 50 კაცთან სავსეა. არც ერთი ამას არ ხედავს, იმიტომ რომ სადაც არის გული შენი, იქ არის საუნჯე შენი. მათი საუნჯე სხვაგანა ჩვენი გული უნდა მოვიტანოთ და დავდოთ უფალთან. ეს გჭირდება იმისათვის რომ არა მესმის რასაც მე სულაც არ მithქვავს მაგრამ მე ნუ ღარ ვამბობთ მაშინ რომ რატო ვარდები ერთი და იგივე ცოდვაში რატო ვერ მივაღწიე სული ეზრდას და რატომ არის ჩემი ხსნის სული ცხოვრების საითხი კითხვის ქვეშ სწორედ ამიტომ ყველაზე უფრო მთავარი იგავში ერთ-ერთ ყველაზე მთავარი იგავში, რომელიც არის სახარებაში და ყველაზე უფრო აი როგორი გითხრათ, აი კაცრად არის ყველაფერი ნაჩვენები, ეს არის იგავი 10 ქალწულის შესახებ. ვიღაცა ფიქრობს, რომ 10 გოგონამზეა იქ საუბარი, არა ბატონო, 10 სულზეა საუბარი. 5 ბრძენი და ნახეთ სახარება სულელს უწოდებს მეორე ხუთს. აი ნახეთ სულები მოვიდნენ რომ შეხვდნენ სიძეს ანუ ქრისტიანის სულის სიმბოლო არის ქალწული ქალწულება ხოლო ანუ საზძლაობა ხოლო სიძე არს უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტესაც სული უნდა შეუერთდეს აქედან ეს დიდი მნიშვნელობა და საკრალური მნიშვნელობა სიტყვებისა საზძლაობისა და სიძეობისა და აი ნახეთ ისინი მოვიდნენ ანთებული ლამპრები და ანუ ჩვენ ენაზე რო ვთარგმნოთ ეს არის ქრისტიანები რომლებიც მარტო მოინათლენ კი არა რომლებიც ტაძარში დადიოდნენ რომლებიც ლოცულობდნენ რომლებიც სანთელს ანთებდნენ ზრუნავდნენ რაღაც ბევრ რამეს აკეთებდნენ ხო მაგრამ აღმოჩნდა რომ ნახეთ ყველანი ერთნაირები იყვნენ ისე რომ შეგვეხედა ახლა გარეგნულად და სახარება მაშინვე გავლო ხაზი და თქვა რომელთაგან 5 ბრძენი იყო და 5 სულელიო და რაში აღმოჩნდა ეს სულელე აღმოჩნდა ის რომ მათ ეს კი მოიტანეს მაგრამ ნახეთო ზეთი არ აქონდათო არ იზრუნეს იმაზე რომ ზეთი ქონოდათ საკმარისი ჩასხმული მასშიო როგორც
ღირსი მამა სერაფიმე საროველი განმარტავს აი ეს ამ სახარების ერთ-ერთი საუკეთესო განმარტება რაც არსებობს და ვის მიუთით ამაზე ეს რა თქმა უნდა უდიდესი მამა იყო და გამოცხადებითი ცოდნა რომელიც მას მიეცა და მე მან ჩვენ გაგვიზიარა ეს არის ის რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მაგრამ ვრჩებით მადლის გარეშე აი მადლის სულისაწმინდისა თუ არ მივიღეთ აი ეს ლამპარი მე რა ქნის მამო ამაზე გამოეპარათ მე თუ შეიძლება გაწვლები თქვათ მაშინ ვერ მიხდება ეს არის აი ნახეთ მათ შეხედეს როდესაც ატყდა ხმაური რომ აი ვინც კითხულობს ლოცვებს იქ ხამისას ხომ გვაქვს აჰა ეს რა სიძე მოვალ შუაღამეს ნეტარას რომელი აი ნახეთ მოვიდა ეს დრო სიძე მოდისო და ესენი მიერულად მანამ თემად შეხედეს ქრება ეუბნებიან ბრძენებს რომ მოდიო ზეთი გაგვინაწილეო და ისინი ამბობენ თქვენ ვერ გაგინაწილებთ ჩვენ ამას იმიტომ რომ ვაი თუ კმაო საკმარისი არ იყოს არც თქვენთვის და არც ჩვენთვისო თანაც ყველა თავისი ზეთით უნდა წარდგეს ღმერთის წინაშე წადითო მოივაჭრეთ ისევო და აღამთეთ ეხსანთრები და მოდითო რის საშუალებას ახლა ჩვენ გვაქვს მაგრამ იქ უკვე სიძე მოვალ უკვე განკითხვის ჟამზია ლაპარაკი ხო მეორე მოსვლაზე და როდესაც ისინი მობრუნდნენ არ ვიცით რა ზეთი მოიტანეს რა იშოვეს აკაკუნებენ დააგვიანეს მაგრამ კარი დახშულია ხოლო ესმით ქრისტეს სიტყვები არა გიცი მე თქვენ არ გიცნობთ ვინ ხართ აი ეს რომ ჩვენ ეს არ გვითხრას ქრისტემ როცა ჩვენ ვეტყვით რომ მე სტიქაროსანი ვიყავი მე მღვდელმსახური ვიყავი მე საეკლესიო წიგნებს გამოვცემდი მე რა ქვიან იქ საკმეველს ვაკეთებდი ეხლა უამრავი რამე აქვს ხო საეკლესიო საქმიანობა ძალიან მრავალფეროვანი მე ტაძრის აღმშენებელობაში მივიღე მონაწილეობა მე იქ შევწირე აი ნახეთ გეუბნება რომ ეს რომ გააკეთე ეს არ არის საკმარისი შენ ხარ კი საღვთოდ ქრისტესთვის გამზადებული სული მაგრამ დააკვირდი მადლი მოიპოვე აი 3 საათი რო იდექი ეკლესიაში რა გააკეთე ფსალმი ხელში არ გიჯერავს და არ გითხულობ როცა საქმე არ აქვს ხო სტიქაროცას მან ფსალმი უნდა იკითხოს რა გააკეთე ხო არაფერში არ მონაწილეობ არაფერს არ აკეთებ და როდესაც მცირე რაოდენობა მაშინ ჩანს ხოლმე მათი მინუსები რომ საქმე გასაკეთებელი და მათ არ იციან რა და როგორ ქნან იმიტომ რომ ამას ბეჯითი შრომა ჭირდება და რომ გასწავლიან უნდა დაიხსოვო და უნდა უყურო ყველას ეს სწავლოს ღვთისმსახურებას ცალ-ცალკე ყველაფერს ვერ ამიტომ აი ის რომ მაინც კაია რომ დადიანო კარგი კი არა არაჩვეულებრივია სიხარულია სიყვარულია რამდენი ბოროტებისაგანაა დაცული ადამიანი რომელიც ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს და ეს სტიქაროსნები განა რომ ყავს ჩემი ნება არ იყო მეყოლებოდა თუ არა და დიდი სიხარით რომ იყვნენ მაგრამ ეძლევა შესაძლებლობა და შესაძლებლობა ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ რომ მოვაგროვოთ ერთი ბეწო მადლი სულისაწმინდისა როგორც წმინდა მამა სერაფიმე საროველი ამბობდა და აი მაშინ იწყება ცხონება მაშასადამე რასაც ვაკეთებთ ყველაფრის უკან უნდა ვხედავდეთ მადლი მივიღეთ რა გავაკეთეთ რისთვის როგორ რა თქმა უნდა ქრისტიანის გული ამისათვის მოწოდებულია ქრისტიანის გულს ბევრი ამდენი ლაპარაკი ახლა მე რომ ლაპარაკობ არ ჭირდება ხო მაგას ფიქრობდი ახლა მამო კითხვა რო არ დამასმევინე ბუდიში მაგრამ არა კაი არის ძალიან კაია და იცი მაინტერესებს იზარები მართლა ხალხს აინტერესებს კიდე რომ ანუ ხო არის მაგალითად რაღაცა ვიღაც თქვენ წეღან ამბობ მართლა საინტერესო რაღაცა თქვა არ დავფიქრებულ ვარ ამაზე და წეღან თქვით რაღაცა ზოგიერთ უღირს ადამიანზე რაღაცა გამომხვილე ყურად უღირს რა ანუ რო ვერ შეეჭიდა თავის ცხოვრებას და თქვენ თქვით ესეთი რაღაცა რა რომ
მანო თავის სხვისი ჯვარი აიღო, თავის ჯვარი არ იტყვის თავდა. აი ეს გეხვეწები რომ თუ შეგიძლიათ რომ აი ხანდახან არის რომ ადამიანს აუცდება და მძიმე საქმე შეეჭიდება და ვერ ძლევს ამ ყველა. თუ შეიძლება მამო, აი ეს როგორ ხდება თან ღვთის გარეშე ხო არ ხდება. აი აქ რა უნდა ვისწავლოთ აქ. ჩვენ პატერიკში ვკითხულობთ ამ ამბავს. პატერიკები ბევრია, ახლა მე ზუსტად აღარ ვიცი რომ გამოცემაშია რომ აი ჯვრები აწყვია და ადამიანი ისეთ ხატოვნად არის ეს ახსენ რომ მიდიხარ და იღებ ჯვარს ხო შენ თვითონ უნდა აიღო ჯვარი და ასე ვთქვათ კომენტარია იმისა რომ აიღო ოქროს ჯვარი ეს მისი არ იყო აიღო დიდი ჯვარი მისი არ იყო მე თან ვიღაცას განიკითხავდა ვისაც ოქროს ჯვარი ქონდა ატარა ჯვარი ხო და ეს მისი ჯვარი იყო ანუ ვინ შეიძლება ღმერთმა იცის თითოეულში დაგადიჩვერი მაგრამ ეს შეიძლება გვითხრას გამოცდილმა სულიერმა მოძღვარმა თქვენ ხშირად ჩვენთან მოდიხართ და ფიქრობთ რომ ჩვენ მღვდლები ყველაფრის ცოდნეები ვართ ასე არ არის მღვდელმსახურია ჩვენ ის ჩამოწერილი მსახურებები რო ეს უნდა ვიცოდეთ კარგად როგორც ექიმა ხო ექიმა უნდა შეძლოს ეს და კიდევ ეს ყველაფერი გაწერილია მაგრამ არის ისეთი მაღალი რანგის მსახურება რის გამოც ჩვენ ერთეული სულიერად გამორჩეული მოძღვრები სულ გვახსოვს და სულ მათზე ვსაუბრობთ რომელთაც აქვთ მიცემული ნიჭი ღმერთისაგან იცოდნენ გაიგონ და გვირჩიონ რომელი ჯვარია ჩვენი ხომ აი როდესაც რაღაცები წყდება საქართველოში მადლობა ღმერთს რომ არაერთხელ მისულან ჩვენს კათოლიკოს პატრიარქთან იმიტომ რომ ეს გამორჩეული სულიერი ხედვის ჩვენთვის ღმერთისაგან საჩუქრად მოვლენილი სულიერი მამა გვყავს რომელიც მარტო ეკლესიის წინამძღვარი კი არ არის თითოეული სულის მესაიდუმლოება და ვინც მიდის მასთან ყოველთვის როდესაც გქონდა ჩვენ ამის საშუალება ხშირად აი ოღონდ საშუალება როცა არის და ღმერთი გაძლევს ხოლმე საშუალებას წავიდე თუ არ წავიდე ამა თუ იმ რაღაც ფორუმზე იყო ხოლმე საუბარი ან რაიმე ეს გავაკეთო თქვენ უწესობა ეს ხო თუ რომელი არის აი ეს მიცემული აქვს ერთეულ ადამიანებს აი ესეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ამიტომ იდიოდნენ ადამიანები ასეთ გამორჩეულ სასულიერო პირებთან და ამას ადამიანი თვითონ თავის თავზე კი არ უნდა იღებდეს მოდი მე გეტყვიო პირიქით ის ვინც არის ის ამაში აღზრდები არაფერს თქვა არ შემიძლია და ხშირად ახლა არის ხოლმე რომ ვიღაცებს გონიათ რომ მას შეუძლია განსაზღვროს აი მაშინ ხდება ეს რომ აი ეუბნება რომ თქვათ ვინმე მივიდა ესეთი შვიათი ახლა ვინ იკითხავს ამას რომ შეუძლია წავიდეს და იმუშაოს ამ დაწესებულებაში ამ თანამდებობაზე და მეორე დაწესებულებაში ამ თანამდებობაზე ან ხელობაზე ხო ვიცით რა ძნელია მე არა ვიცი მე ვეუბნები მოდი და გადავიხადოთ პარაკლისი მე რა ვიცი სად იქნება უკეთესობა ეს ვინც ხედავს იმათ იცოდნენ გახსოვთ ერთ-ერთ იმ ფილმში არის კუნძული რომ ქვია რომ მოდის გოგონა აი ამ მამა ანატოლისთან და ეუბნება მე აბორტი უნდა გავიგეთო და როგორო შენო ჯოჯოხესი მიხარ და მეც გიდა ეგ წამხადო კარგი ეს თქვა იმან მაგრამ ნახეთ სულმა მისმა ქრისტიანულმა სულმა მოიყვანა რომ ის რას ეთქოდა და ბოლოს უთხრა შენო ბიჭი გეყოლებაო და იცი როგორი იქნებაო ნახეო და მერეო სიბერეში შენი პატრონი იქნებაო აი ნახავ როგორი არაჩვეულებრივი შვილი გეყოლება ის მას მართლა ხედავდა ხო მაგრამ ჩვენ სხვა რამები რატო თქვი ესა რომ ყველა მოძღვარი ერთად იგივეს ეთქვის არა მოდი ასე ერთად ვისაუბროთ გავაკეთოთ გადავწყვიტოთ თუ მშობლესის სათქმელი ვთქვათ დაეხმარები ადამიანურად ხო მაგრამ ყველა არ ასე ეთქვის მაგრამ მეორე ნაწილს ყველა მოძღვარი ვერ ეთქვის იმაში კი არა გამოცნობაში ბიჭი ეთქო იმაში რომ მთელი ცხოვრება და ისეთი გაბრწყინებული თვალები აქვს ამ დროს რომ ხედავს რომ ღვთივსათნოა ადამიანი ამიტომაც აღმართა ბოროტმა და შთააგონა დედას რომ მოეკლა რომ აუცილებლად ღვთივსათნო ადამიანი
იბადებოდა. ასე რომ როცა ამის საშუალება არ არის, ჩვენ უნდა ვილოცოთ, მივყვეთ, მოხსენებით და უფლის აიცით ასე გვეუბნებოდნენ ჩვენი მასწავლებლები, უყურე ღვთის ხელს, საით მიყავ ხარ და მიხევი მას. ეხლა რა არის ეს მკითხეს რომ როგორ უნდა უყურო და მე მართლა არ დავფიქრებულო რამაზე, იმიტომ რომ ამას ისეთი ადამიანები გვეუბნებოდნენ რომ ჩვენ გვეგონა რომ ჩვენ გავითავისეთ ეს, მაგრამ ასეც იყო. რატო? მათი კურთხევებით მოქმედებდით ყოველთვის. გვეტყოდნენ ასეცადი, მივდიოდით. არა, მაგრამ რა არის? სად უყურო ღვთის ხელს? წარმოიდგინეთ რომ დედას ან მამას პატარა ბავშვი მიყავს. ხო ხელით. ბავშვი რა შვება? სათამაშო დაინახა, იქეთკენ გაიწია, გუბურა დაინახა, იმაში უნდა ფეხი ჩადგას. ასე ვართ ჩვენ. მაგრამ და შენ კი მიყავს, იმასაც არიდე. მაგრამ ღმერთის შემთხვევაში ასე არ არის. თუ კი შენ იმ ხელს არ მიყევი, რომელიც ჩაჭიდებული აქვს, იქ გაძლევს საშუალებას გუბურაში ჩახტე და ცოტა იმის იქეთაც. ანუ უნდა შეხედო ამას. ეს არის ქრისტიანული უნარი განსჯისა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამიტომ შეიძლება სახარება წაიკითხო, ლოცვა წაიკითხო და ნელ-ნელა შენს გონებაში დაალაგდება, სად უნდა წახვიდე, რა უნდა აკეთო. თავარი არ კონდეს ფიქრი, რომ მე ყველაზე კარგად ვიცი სად ვიარო. ეს არ დაუყურებს. და ეხლა სხვისი სიჯვრის აღება მაშინ ხდება, როცა შენ თავში ხარ დარწმუნებული. ძალიან ბევრი ადამიანი მე შემხვედრია ცხოვრებაში და მე მაგ გამოთქვა ესეთი ვინაიდან ექიმი ვარ, მაგისტვის ეგ უკუნაჩვენები იყო. ზოგჯერ რაღაც გარემოებათა გამო ადამიანს უჩნდება სურვილი. რატომ იყო რომ მონასტერში რომ მიდიოდა, სურვილი ხო ქონდათ? მე 12 წელიწადი იმას არავინ არ ეკითხებოდა. ის 12 წელიწადს რომ გაძლებდა და ყველა მორჩილებას გავიდოდა, მე რა გახდებოდა? ბერი და ხშირად ზოგიერთებს ეშინია თუ მაგდას ვინ გაძლებს. თუ არ გაძლებს არ არის საჭირო წავიდეს, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ხედავთ რომ არა მარტო საერო, არამედ ჩვენ სასულიერო სფეროშიც არიან ადამიანები, რომელსაც უჭირთ, ხო ჩვენ გვიჭირთ ჩვენი ჯურისტარება, მაგრამ ხშირად ეს ჯურისტარება მხოლოდ გაჭირვებაა და ასე თუ ისე მოვლასლასებთ. მაგრამ ხშირად ადამიანები გადიან ამ სივრციდან. აღარ უნდათ ეგრესიული ცხოვრება, ასეთი მსოფლიო ეკლესიის მაგალითებშიც ძალიან ბევრი, ესე იგი ეს არ იყო მისი ჯვარი. ამიტომ ამბობენ, ვაიმე, მე მინდა ჩემი შვილი, ახლა ზოგიერთს გონია რომ თავის თავს იქებს, ახლა ზოგი მშობელი რომ მე ჩემ შვილებს ისევძრი, ძალიან მინდა ჩემი შვილი სასულიერო პირი გამოვიდეს. ასე კი არ უნდა თქვათ, ჩემო ძვირფასო მშობლებო, ჩვენ უნდა თქვათ, მე ვილოცებ ღმერთის სურვილი არის. ღმერთის სურვილი თუ არ არის, ვერაფერს ადამიანი ვერ შეძლებს, ვერ გააკეთებს და მე აღმოჩნდება, რომ ადამიანი, რომელიც არ უნდა დადგომოდა ბუდლის, ექიმის, ინჟინრის, მშენებლის, პურის ცხობელის გზას, დადგამ გზას და აურაცხელ ადამიანს მიაყედა ზიანი ამის გამო. მადლობა ძალიან დიდი. კაი ლექცია იყო. დიდი მადლობა, მომარ. ქვეტექზე მეცინება, ჩემო ძვირფასო სულიერო დანო და ძმანო, ქრისტეს მიერ საყვარელდო, რაც გიორგის აქვს. მადლობა ძალიან დიდი რომ გახსოვთ მამა ყველას თარიღები, წეგან დაბადების დღე რომ გახსოვდათ ჩემი, რომ აი ძალიან დიდი მადლობა ესეთი ყურადღება. თუ კიდე ამასაც უთხრათ ადამიანებს. არა, თავიდან ხო თქვით მამაო, რომ ეს ჩვენ უნდა გვახსოვდესო ყველაო. ხო, ყველა ვერ გვეხსოვნება, ესე კარგად. და დიდი მადლობა რომ ესეთი. არა, მამა სამწუხაროდ ერთი წუთია. ერთი წუთია. აი დაბადების დღე და დროის წარმოებაზე ვისაუბროთ შემდეგ. აუცილებლად. დრო აღვნიშნოთ. აუცილებლად. თქვენ მამაო თემა არიცით ხოლმე და 1 საათი საერთოდ პირდაპირ საუბრობთ. თემა რო გეცოდოთ, მე თემას შემდეგს არ გეტყვით რა იქნება, თორე გენაცვალეთ. ძალიან გვიყვარს. რა ვლოცოთ თითოეული. თქვენ იცით როგორი ადამიანი ხართ მამაო, რომ ყველა სფეროს გაამდიდრებდით რა.
მართლა გეუნებით. აი ნებისმიერ ექიმი იყავით, ექიმებს ულოცავ რომ ექიმი ხართ, მღვდელი ხართ, ხლებს ულოცავთ რომ მათთან ხართ და აი ყველა იმ სფეროს გაამდიდრებდით რა. დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის რა. მადლობა ღმერთს და მადლობა ადამიანებს, რომელთა საშუალებითაც ჩვენ ცხოვრებას მაინც გავდივართ. ძლივს ხან ფორთხვით, ხან წერში გამართული, ხან წერში მოხრილი, მაგრამ მადლობა ამისათვის და ვადიდოთ უფალი ღმერთი და შევეცადოთ ღმერთში ვიცხოვროთ. ამინ. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა რომ ხართ. მამა და მახალაძე გახდა ჩვენი სტუმარი, რომელსაც ძალიან ბევრი გამოუვლია, ბევრი ძალიან და მადლობა ამისათვის. ესეთი ღვაწლი გაქვთ მამაო საქართველოს ეკლესიის და ჯერ თვითონ ცხოვრობით ხართ ადამიანებისათვის მაგალითი და წარმატებებს გისურვებთ ყველაფერს იკეთეს. ყველას წარმატებას გისურვებთ, ყველა უცხოეთში მყოფებს პატიმრებს განსაკუთრებით და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. მე კი ხვალ დაგიბრუნდებით მამა დავით წულეისკირთან ერთად საღამოს 8:30-ისათვის. მე გახლით გიორგი დარასელია და გეხვეწებით არ მოიწყინოთ, იმიტომ რომ ბოროტსაც ეგონდა. აი ეს პრობლემები რაც გააქვთ, რის გამოც ხართ მოწყენილი. მაგიტომ გექმნებათ ბოროტისაგან რომ თქვენი მოწყენა ანახოს ღმერთს. ანუ ჩვენ მოწყენის უკან დგას უიმედობა, როცა გონია რომ შენ ღმერთი ან აღარაფერი გეშველება, ან ღმერთი არ დაგიცავს და ეს არ გააკეთოთ, ეს არ დაუშვით, იმიტომ რომ ეს ბოროტს უხარია. მაგიტომ გვიქმნის პრობლემებს, რომ გაიხაროს იმით, რომ ჩვენ ღვთის, ჩვენი მშობლის წინაშე ვართ, აი ჩემი მამა უძლურია და ვერ დამეხმარება. აი ამას ვაგზნობინებთ ამი და უიმედობაში არც არ ჩავარდეთ. წარმატებებს გისურვებთ, კარგად ზანდებოდეთ, ცალ-ცალკე წავიყვანეთ გადაცემა. მადლობა ძალიან დიდი. ბედნიერებას გისურვებთ და დროებით. ხვალ რის ყველაზე კარგი გადაცემა კი, მართლა დღეს სტრუქტურით. მართლა ძალიან მაგარი აგებულების, მართლა. უბრალოდ მე უფრო მინდოდა რომ მეტად გამეშალა მამაო და რის საშუალებას არ მომიცით, მაგრამ ეხა გავსხლი ამ საშუალებას ვთხოვთ ობიექტივის დირექციას და ჩვენი გადაცემა 1 საათით გაზარდა. მადლობა ძალიან. მართალია ისე. მაგრამ მაინც იქაც მამაო, იქაც არ გეყოფა თქვენი ხელა მარაგი გაქვთ მამაო, რომ დიდი მადლობა მამაო ამისათვის. ხო, მართლა და მარხვაში გელოდებით მამაო აუცილებლად. ბედნიერებას გისურვებთ, ყველაფერ კარგს გისურვებთ, ზემოთ ყავს ის არ ვქეთ, წამებს მithვლიან და მაგიტომ კი ბატონო, რა თქმა უნდა, პირიქით დიდი მადლობა. წარმატებები, გაიხარეთ.